საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს. ჩვენ აირექსის პროექტის პარტნიორებში ვახორციელებთ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელსაც სახელწოდება უცნობი ფაქტები, ვამზადებთ ფილმებს. ერთ-ერთი ფილმი იყო საერთაშორისო პიეცაზე და რომელსაც სახელწოდება იყო პიეცის საკითხების ხელყოფით. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ პიეცასთვის დაიხარჯა 19 მილიონი, გაიყიდა 11 მილიონი, ამის სამწუხაროდ ჩვენს ფილმში ეს არის ჩვეულებრივი არითმეტიკა და მოგებული დარჩა ქალაქის მთავრობა ქალაქი, იმიტომ იაფად გაიყიდა პიეცა. თუმცა ჩვენთვის ეს არ იყო სამიზნე, რომ ეს ცნობილი და გახმაურებული ფაქტია, ჩვენთვის იყო საინტერესო პიეცასთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებთან ქალაქ ბათუმის მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების მიხედვით ამ მოქალაქეებს ჩამოართვეს კონკრეტული ფართები და მისცეს ვალდებულება აიღო ქალაქის მთავრობა ეს მოქალაქეები მიიღებენ კომერციულ ფართებს პიეცაზე და მიიღებენ ასევე საცხოვრებელ ბინებს. ამ ხელშეკრულებების არც ერთი პირობა დღემდე არ არის შესრულებული. ეს იყო 5 ოჯახთან გაფორმებული ხელშეკრულება, 13 უნდა მიიღოს კომერციული ფართებიც და საცხოვრებელი ბინაც, ხოლო 2 უნდა მიიღოს საცხოვრებელი ბინა. ყველა საინტერესო იყო ის, რომ მერი ამბობს, რომ მასე შემთხვევით გაიყიდა ეს ფაქტები, ანუ მოუვიდა ტექნიკური შეცდომა. საინტერესოა ის, რომ თითქოს ამ შეცდომის შემდეგ არის გასული წელიწადნახევარი და ამ დროს განმავლობაში არავინ დღემდე ქალაქ ბათუმის მერიაში და საკრებულოში არავინ არ საჭირო ამბების გამო. და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მერი ამბობს, რომ მას შემთხვევით გაიყიდა ეს ფაქტები და მიიღდა პიაცა ჰოლდინგს, მაგრამ საჯაროების ოფიციალური მონაცემის მიხედვით ჩვენ გამოვიხილეთ ეს ინფორმაცია, ეს კომერციული ფაქტები, რომელიც მოქალაქეებს უნდა გადასცემოდათ, არის ქალაქ ბათუმის მერიის საკითხი. ინფოცხრა დიდი ხანია ცდილობს დაადგინოს ვინ არის პიაცა ჰოლდინგის მეპატრონე და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. თქვენ იცით ვინ არის რეალური მფლობელი ამ ობიექტის? ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნებს იწევს, იმიტომ რომ რეალური მფლობელი მართლაც არის თუ არა ირაკლი სამხარაძე ძალიან საერთოა, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, ის ცხოვრის საკრებულოს მოქალაქე და მას არ აქვს ისეთი ბიზნეს საქმიანობა, რომ მას შეძლებოდა ამ პიაცას ფაქტის შეძენა. შეიძლება ჯერჯერობით გასვლა გავაკეთოთ, რომ პიაცა ეს იყო კორუფციული გარიგება ხელისუფლებასა და ვინმე კერძოებს შორის და მოხდა გარკვეულწილად ფულის გაფეთქება. თავისთავად დასკვნებმა გააკეთეს ალბათ საზოგადოებამ, ჩვენ ჟურნალისტები ვართ ვაწოდებთ ფაქტებს და მოქალაქეებმა განსაზღვრა ხართავის როცა პიაცისთვის იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი და შემდეგ ის იკეთება 11 მილიონი ლარად და მოქალაქეებმა განსაჯენ ეს არის ფულის გაფეთქება, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვები და ორი წინადადების რასთან გვაქვს საქმე? სისხლის სამართლის დანაშაულება, საკრებულოს თავმჯდომარეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და იმ პირებს, ვინც მოამზადეს ეს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიყვანეს ეს ობიექტი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაულება. საკრებულოს თავმჯდომარეს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მინიმუმ საქართველოს სისხლის კოდექსის 180 მუხლის თანახმად ემუქრებათ 6 წლიანი სასჯელი. ყოველ დღე, ყოველ თვეში გვპირდებოდნენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენ ხელშეკრულებას, დარღვევა არ იქნება, ხელშეკრულება იქნება აუცილებლად გათვალისწინებული, მივმართეთ მერიას ოფიციალური განცხადებით და გვიპასუხა, რომ აუცილებლად შევასრულებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. მე მაინტერესებს ელემენტარულად, თქვენ თანახმა ხართ ახლა, რომ მათ ფართის შემოხთავაზოს ეს მიიღო? არა ვარ თანახმა. მერია იძახის, რომ ჩვენ სხვა საშუალება ამ წუთას არ გვაქვს. მეც არ მაქვს იმედი, რაც უფრო მეტ ხანს გაიწელება ეს ამბავი დროში, მე მგონი კიდე უფრო მეტ ყველს მივიღებ. სასამართლოში რატო არ მიმართეთ? არა მაქვს ამ სასამართლოს იმედი და იმედი.